აწ უკვე ამ წლის 24 იანვარს გაიმართება Paramount-ის პირველი ქარდი, რომლის მთავარი ბრძოლაც იქნება ჯასტინ გეიჯი პედი პიმბლეტის წინააღმდეგ მსუბუქი წონის დროებითი ტიტულისთვის. იმის გათვალისწინებით, რომ ეს ამ ახალი ერის დასაწყისის პირველი ქარდია, ეს ბრძოლა ორივე მებრძოლისთვის, სხვა მიზეზები როგორზე გადავდოთ, ძალიან მნიშვნელოვანია. და კარგია თუ ცუდი, ორგანიზაციამ ეს ბრძოლა არჩია. კაიხანია უკვე ვიცით, რომ ილია ამ წლის მინიმუმ პირველ კვარტალს მაინც გამოტოვებს და ამის გამო საათი ცოტა სხვანაირად დატრიალდა. როგორც იქნა ეს საშობაო პაუზა გადავაგორე, მოვიდა დრო ვიდეოს ჩაწერის და სანამ პედისა და გეიჯის ბრძოლას ჩავშლი, მე მინდა შეგახსენოთ, რომ ესეთ მაგარ დაპირისპირებებს ჩვენ კრეკერ კროკოსთან ერთად უყურებთ. ჩვენი ძმა და მეგობარი ბრენდი ისევ აქ არის. მე კი გაგიზიარებთ ჩემებურ ხედვას, თუ როგორ შეიძლება წავიდეს მსუბუქი წონის დროებითი ტიტულისთვის დაპირისპირება და ვინ შეიძლება შეხვდეს ილია თოფურიას. ჯასტინ გეიჯი ამჟამად 37 წლისაა. შესაბამისად, მისი საუკეთესო წლები სამწუხაროდ ჩავლილია, მაგრამ ეს საერთოდ არნიშნავს იმას, რომ ის ჩამოსაწერია. კაცმა გასულ წელს ცოტა ხნის წინ ფიზიოვი დაამარცხა. ეს გამარჯვება მის რეზიუმეს, მოდი ვთქვათ, რომ ფასს უმატებს, იმიტომ რომ ფიზიოვმა თავის ბოლო ბრძოლა მოიგო და ნელ-ნელა რეიტინგში მაღლა მოდის. ცოტათ იმას ნიშნავს, რომ გეიჯის გამარჯვებას ღირებულს ხდის. მაგრამ ეს არ არის მთავარი. მთავარი არის ის, აი ფიზიომდე რა მოხდა და მოხდა ის, რაც ყველა მისით. ბოლო წამზე ნოკაუტი მთელმა MMA-ის სამყარომ ნახა. ეს ძალიან მძიმე მარცხი იყო. ამის შემდეგ ჯასტინმა 1 წელი დაისვენა, დაბრუნდა და ფიზიოვი დაამარცხა. ახლა კი 2026 წლის დასაწყისში კიდევ ერთხელ ჩალიჩობს, რომ დროებითი გამართვის იბრძოლოს. მე შეგახსენებთ, რომ გეიჯი უკვე ყოფილა ჩემპიონი, მაგრამ მას დროებითი ტიტული ჰქონდა. ეს ტიტული ფერგიუსონის დამარცხებით მოიპოვა, მაგრამ რა გასაკვირია, რომ მალევე დაკარგა ხაბიბ ნურმაგომედოვთან. ჩვენ ძმას არაერთი მნიშვნელოვანი ბრძოლა ჰქონია. მაგალითისთვის, ჩარლზ ოლივეირასთან, ედი ალვარესთან, დასტინ პორიესთან, ჰოლოვეისთან, მხოლოდ ედი ალვარესის გარდა ამ სხვა წინა დანარჩენ ჩამოთვლილ მებრძოლს საერთო დონით გეიჯიზე ოდნავ მაღლა დავაყენებდი. ჩემი არჩევანია. მაგრამ თუ ისინი აქ არიან, ჯასტინის დაახლოებით აქ არის და ცოტა უკლია. იმავე ტიერშია, სადაც მაგალითად ჰოლოვეი და დასტინ პორიე არიან. თუ მათ კარიერის პიკებს გადავხედავთ. გამარჯვებების მხრივ გეიჯის მოგებული აქვს პორიესთან, ულამაზესი ჰედ კიკით, რომელსაც მე ძალიან დიდხანს უყურებდი ბრძოლიდან რამდენიმე თვის განმავლობაში. ფიზიოვს მოუგო ორჯერ, ყავს დამარცხებული ასევე დონალდ კობოი სერონი და ასევე ედსონ ბარბოსაც. საკმაოდ სუყე რეზიუმეა, თან თუ იმასაც დავამატებთ, რომ იგი დროებითი ჩემპიონიც იყო. ახლა მინდა ხაზი გავუსვა მის ბოლო ბრძოლას ფიზიოვთან, რადგან თუ ამას კარგად გავაანალიზებთ, ძალიან ბევრი რამ ნათელი გახდება, მათ შორის ისიც, როგორ განვითარდება მისი ბრძოლა პედი პიმბლეტთან. მაგრამ მინდა ახლა პაუზა ავიღო და სანამ მაგაზე ვილაპარაკებ, ცოტა ლივერპულაზეც ვისაუბრო. ჯასტინისგან განსხვავებით, პედი პიმბლეტი თავის პრაიმის შუაშია. ამჟამად 30 წლის არის და UFC-ში ჯერ არ დამარცხებულა. აი, რატომ არ დამარცხებულა, ვის გამო არ დამარცხებულა და ასე შემდეგები, ეგ სხვა საქმეა, მაგრამ ცოტათი მაინც შევეხები. სტილისტურად ჯასტინ გეიჯი ძალიან სახიფათო და ძლიერი სტრაიკერია. იშვიათად იყენებს რესლინგს, რაც MMA-ის მებრძოლისთვის, როგორც ბოლოდროინდელი და არა მხოლოდ ბოლოდროინდელი ტენდენციები გვაჩვენებს, დიდი პრობლემაა. პედის ბედის რაც შეეხება, ამ მხრივ სრულიად განსხვავებული მებრძოლია. მასზე ვერ იტყვი, რომ აქვს რაღაც ერთი კონკრეტული გამორჩეული ლეგენდარული უნარი, როგორც მაგალითად აქვს, არ ვიცი, ჩარლზ ოლივეირას საბმიშენების მხრივ, ხო? ილიას მომაკოდინებელი ხელები, ისლამის და ხაბიბის ჭიდაობა მაგალითად. ან გეიჯის სუფთა ნოკაუტის ძალა. მაგრამ სამაგიეროდ საბერძნად პიმბლეტი ზოგადად კარგია ყველაფერში. უცნაური როჟა, არ აქვს ერთი რაღაც გამოკვეთილი სისუსტე, მაგრამ არც ერთ კონკრეტულ ასპექტში არ არის რაღაც სხვებისგან გამორჩეული. ყველაფერი შეიძლება. შესაძლებელია რომ მოგიგოს ნოკაუტით, დაგიჭიროს საბმიშენზე და შეიძლება დისიჟენითაც მოგიგოს. თუ მის რეზიუმეს გადავხედავთ, მისი UFC-ის კარიერის დასაწყისში ბრძოლები ძირითადად იყო ნაკლებად ცნობილი არარეიტინგულ მებრძოლებთან. და კი, როცა ამ ორგანიზაციაში გადადიხარ, ცუდი მებრძოლი ნაღდად ვერ იქნები. და შენ თუ ხარ ტიპი, რომელსაც პრეტენზია აქვს სამომავლოდ ასეთი დიდი ორგანიზაციის დიდი ვარსკვლავი გახდე, ესეთ ტიპებს უნდა ამარცხებდე. ძალიან ბევრი დღემდე იზახის, რომ ჩარეცხილი ხალხი ყავს დამარცხებული და აი ეგ რამდენად მართალი ან ტყუილი, მოდი ახლა უცებ გადავორბინოთ. პირველი დიდი სახელი არის ტონი ფერგიუსონი მის რეზიუმეში. ყველას გვიყვარს ელგო კუი, მაგრამ მისი დამარცხება შთამბეჭდავი დაახლოებით 10 წლის წინ იქნებოდა.
ეს ბრძოლა 2 წლის წინ გაიმართა, როცა ტონი უკვე 40 წელს უკაკუნებდა. ლივერპულელზე თითქმის 10 წლით უფროსი იყო. იმ დროს ტონის 6 მატჩიანი წაგებათა სერია ჰქონდა და აშკარად პრაიმის მიღმა იყო. რეალურად ის ამ ბრძოლამდე დიდი ხნით ადრე უნდა ყოფილიყო პენსიაზე გასული. პიმბლეტმა გააკეთა ის, რაც უნდა გაიკეთებინა, მაგრამ ეს გამარჯვება ჩემთვის პირადად მაინც თამბეჭდავი არ არის. შემდეგ მოდის უკვე ბობი გრინი. ამ ბრძოლაშიც პედი მოიგო. ბობი მაშინ 37 წლის იყო, ვეტერანი, კარიერის დასასრულისკენ მიდიოდა. მიუხედავად იმისა, რომ გრინი ასე თუ ისე ყოველთვის სოლიდური მებრძოლი იყო, იგი არასდროს ყოფილა ტოპ 5-ის რეალური კანდიდატი, ან ადამიანი, რომელზეც იტყოდი, რომ ეს საჩემპიონო მასალაა. აქაც იგივე მოხდა, ლივერპულელმა გააკეთა ის, რაც ისედაც უნდა გაეკეთებინა. შემდეგ მისი მეტოქე, კაცი, რომელსაც UFC-ში უფრო მეტი წაგება აქვს ვიდრე მოგება, მაიკ ჩენდლერი, რომელიც პიმბლეტთან ბრძოლაში 27 ან 38 წლის იყო. პედი ჩემთვის არის მებრძოლი, რომელიც ბრძოლიდან ბრძოლამდე აშკარად უმატებს და ეტყობა, რომ შრომა არ ეზარება და თავის საქმე მეტანაკლებად იცის. და კი ისიც მართალია, რომ ყველასთვის თუ არა, მინიმუმ მოდი ჩემ თავზე ვილაპარაკებ და ვიტყვი, რომ ჩემთვის 100%-ით ნათელი იყო, რომ ჩენდლერს მოუგებდა. ჩენდლერი, როგორც ასეთი ტიპაჟი, ძალიან მევასება, მართლა მევასება. ძალიან ცუდი მებრძოლია. UFC-ში პირველად რომ მოვიდა, ცოტა უფრო ახალგაზრდა იყო, ათლეტიზმისა და ფეთქებადობის გამო შეიძლებოდა გეთქვა, რომ იგი ხალხისთვის პრობლემა იქნებოდა. მაგრამ მაშინაც კი ტიპს პროსტა ტექნიკა აკლდა. ბოლოს ნახოთ ოლივეირასგან როგორ ხვდება ეს ხელი, მაშინ როცა სრულად უძრავად დგას მის წინ და ფეხებით მიწაზე არის მიჭედებული, ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ რაღაცა საბაზისო უნარები აკლდა და აკლია. და რატომაც არა, სავსებით ლოგიკურია. კაცი თვითონ ამბობს, ტექნიკაში მხოლოდ კემპის დროს ვემზადებოდიო. დანარჩენ დროს კი მის ძალას და ფიტნესს უთმობდა. პიმბლეტი კი იმ ბრძოლაში უბრალოდ აიძულებდა, რომ პირდაპირ მის იარაღში შესულიყო, დისტანციას იდეალურად იყენებდა. და ეს ბრძოლა ინგლისელმა რა თქმა უნდა რომ დამაჯერებლად მოიგო. ჩემი მთავარი აზრი ამ უკანასკნელზე ასეთია, რომ კი, რეზიუმეში ნაღდა დიდი სახელები აქვს, მაგრამ თუ ამ ტიპების ასაკებს და თაიმინგებს გავითვალისწინებთ, კარიერულ თაიმინგებს, ეს გამარჯვებები მე პირადად დიდი შთაბეჭდილებას არ ამიტოვებს. ახლა მისი ამ ისტორიის გათვალისწინებით, გეიჯი შეიძლება ვთქვათ, რომ მისი საუკეთესო ტესტია, მაგრამ მოდი გულწრფელად ვთქვათ. ჯასტინ გეიჯი 37 წლისაა უკვე და პედი პიმბლეტი, როგორც ხედავთ, სულ ასეთ მობერებულ ტიპებს ეჩხუბება. იდეალურ შემთხვევაში მე პირადად რის ნახვა მენდომებოდა. ნახავდი მის ბრძოლას არმან სარუკიანთან და სანამ სხვადასხვაში ეს ყველაფერი გაიხსნებოდა, მეგონა რომ არმანს ეჩხუბებოდა და გეიჯი შეახვედრებდნენ ილიას. ნახავდი ასევე როცა დრო მოვიდოდა, ესე პირდაპირ არა, როცა დრო მოვიდოდა მის ბრძოლას ილიასთან, მაგრამ ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ ეს ბრძოლა მაინც შედგება. ასევე სიამოვნებით ვიხილავდი მას ჩარლსთან და მაქსთანაც. მაგრამ სისულელე იქნება, რომ პედი დაადანაშაულო ამაში. წარმოიდგინე ორგანიზაცია მოდის შენთან და გთავაზობს ტიპებს, რომლებთანაც შენი გამარჯვების შანსი ძალიან დიდია, რისკი დაბალია, კარიერას წინ წაგიწევს და დებილი იქნები, რომ უარი თქვა, ხო? UFC-მ პედი პიმბლეტს ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გზა გაუყარა ტიტულამდე. მოგუწონს ეს თუ არა, ეს ასეა. მოკლედ გეიჯის ბოლო გამარჯვება ფიზიევთან დისიჟენი დასრულდა. და თუ ამ ბრძოლას დეტალურად დავაკვირდებით, საკმაოდ საინტერესო სურათი გამოდის. გეიჯი დამარცხდა UFC 300-ზე, მერე რაღაც დრო დაისვენა, ჩხუბი ჩაინიშნა დენ ჰუკერთან და ამ ბრძოლას მე როგორ ველოდებოდი თქვენ აზრზე არ ხართ, ისე მინდოდა ამ ჩეხაობის ნახვა. მაგრამ მოხდა ისე, რომ თუ სწორად მახსოვს, ჰუკერი ჩაეხსნა ხელის ტრამვის გამო. ფიზიევი შორტ ნოთისზე გამოვიდა ბრძოლაში და მანამდე წელიწად ნახევარი ტრამვის გამო არ იბრძოლა. დაჟანგებული იყო, არ იყო საერთოდ ფორმაში, ჩემი აზრით და იმ მომენტში ტოპაჩიც არ იყო. ეს უკვე ფაქტია. გეიჯის თუ კიდევ ერთხელ ვამბობ, რამე პრეტენზია ჰქონდა, ეს ბრძოლა უნდა მოიგო და მოიგო კიდეც. მაგრამ ჩხუბი მეტნაკლებად ახლოს იყო. ორივე მებრძოლს ჰქონდა მომენტები და ბევრი ამბობდა, რომ ის ბრძოლა გეიჯიმ კი არა ფიზიევმა მოიგო. თუმცა ჯასტინს ჰქონდა 1-2 გამორჩეული და გამოკვეთილი მომენტი, რის გამოც იტყვი, რომ საჭიროა მისთვის უნდა მიეცა გამარჯვება. ხო და აქედან მივედით მთავარ კითხვამდე. არის თუ არა პედი პიმბლეტი იმ რაფაელ ფიზიევზე ბევრად უკეთესი? საკამარისად უკეთესი, რომ საერთოდ სურათი შეცვალოს და დისიჟენით მოიგოს, ან საერთოდ დაასაბმიტოს გეიჯი.
ის ფიზიები, რომელსაც ჯასტინი შეხვდა, უკეთესი იყო, ვიდრე ნებისმიერი მეტოქე, ვისაც პედი აქამდე შეხვედრია. მაგრამ მე ასევე ვფიქრობ, რომ პიმბლეტი ფიზიებზე უკეთესია. ეს მეტი არაფერია გარდა ჩემი აზრისა და სწორი პასუხის გასაგებად ამისთვის ერთადერთი გზა არის, რომ უბრალოდ ბრძოლა ვნახოთ. მოკლედ, ჩემი პროგნოზი, პედი პიმბლეტი იგებს ამ ბრძოლას. აი როგორ იგებს ახლა, მოდი ამაზე ვილაპარაკებ. საკამაოდ დიდი დრო კი დავუთმე იმის ახსნას, რატომ არ მიმაჩნია მისი რეზიუმეში თამბეჭდავა და ამ აზრზე ვრჩები, დაამარცხა ასაკოვანი, პრაიმის მიღმა მყოფი მებრძოლები, მაგრამ გეიჯიც უკვე 37 წლის არის. მართლა მჯერა, რომ პრაიმ ჯასტინი ლივერპულს დაამარცხებდა, მაგრამ იგი კაი ხანია პრაიმში აღარ არის. მოკლედ, მე ვხედავ ორ სცენარს. პირველი, რომელიც ძალიან ნაკლებად სავარაუდოა და მე ალბათ ვიტყოდი, რომ 10-15% არის შანსი, პედიზი ბედი იგებს ამ ბრძოლას დისიჟენით. და მეორე, აი ეს დანარჩენი 85-90% იგებს საბმიშენით. ძალიან კარგად დაბალანსებული მებრძოლია. თუ ბრძოლა მიწაზე გადაიყვანა, ვფიქრობ შეუძლია რომ გეიჯი საბმიშენით დაამარცხოს. ჯასტინს მოდი ვთქვათ, რომ takedown defense უარგა. ამიტომ პედის მოუწევს რომ ჯერ ფეხზე დააზიანოს, რომ გაეხსნას მიწაზე ბრძოლის საშუალება. ეს იქნება ნოკდაუნი, თრიფი თუ სკრემბლი, მაგას უკვე ნახავთ უშუალოდ ბრძოლის დროს. და თუ ეს მართლა ასე მოხდა და პიმბლეტმა მოიგო, ეს იქნება როგორც უკვე ვთქვი, ერთ-ერთი ყველაზე ადვილად გაკვალული გზა ტიტულამდე. აი ნამდვილი ტესტი ამ ვაჟ ბატონს უკვე ელოდება ზაფხულში ან შემოდგომას ქართველთან. და სწორედ ეს ბრძოლა გვაჩვენებს რეალურად რამდენად კარგი არის პედი პიმბლეტი. ამ დროს კი ჩვენი სომეხი ძმა, რომელიც ძალიან დაბოღმილია, ისევ თამაშგარე მდგომარეობაში რჩება და რატომ და როგორ მაგაზე წინა თუ იმის წინა ვიდეოში ვისაუბრე. ბარემ შევეხები და გულწრფელად რომ ვთქვა, პედის უნარები არ მგონია საკმარისად კარგი იყოს ცარუკიანის დასამარცხებლად. როცა ასეთი არაადამიანური მოქნილობა გაქვს, ელასტიკ გოგოსავით, თედოს მოძრაობები, დარტყმების კომბინაციები უნდა იყოს კოშმარი მოწინააღმდეგისთვის. და ახლა ამას უკეთესად აკეთებს. გრეპლინგში მართლა მომატებული აქვს და დღემდე ბევრს ვარჯიშობს ამ მიმართულებით და მისი ეს ათლეტიზმი და ელასტიურობა ამაში ძალიან დიდ როლს თამაშობს. ალბათ იქიდან გამომდინარე რაც ვნახე ჩენდლერი პიმბლეტის ბრძოლაში, მე მგონია რომ ლივერპულელი სომეხს ვერ დაამარცხებს. საქმეზე რომ იტკეს. რაც და როგორც არ უნდა იყოს, მაინც არის კითხვები ამ ბრძოლაში, რომელიც როგორც უკვე გითხარით 24 იანვარს გაიმართება. თავარი აქ ის არის, რომ გეიჯიმ ჭიდაობა პრაქტიკულად არ იცის. კოლეჯის ჭიდაობა გალიაში და საბმიშენებთან საერთოდ არ გეხმარება. ეგ ხაბიბთან ბრძოლაშიც გამოჩნდა, მაგრამ კაი ხნის წინ იყო. მისი ტეიქდაუნის დაცვა, როგორც უკვე ვთქვი, ცუდი არაა და სკრემბლში თავის გამოჩენა შეუძლია. მაგრამ პედის მსგავსი ჯიუ-ჯიტსუს ოსტატისთვის ასეთი პოზიციები ძალიან საშიშია. სკრემბლში საბმიშენები იხსნება და პედი ზუსტად ამას აკეთებს. ფრონტ ჰედლოკი, ზურგზე გადასვლა, რეანეი ჩოუკი, გილიოტინა, ძალიან ბევრი ვარიანტი შეიძლება გაიხსნას ამ დროს მებრძოლს. არის ჯასტინი ამისთვის მზად? მე მგონია რომ არა, მაგრამ ეგეც კაცმა არ იცი. ამ ბრძოლაში მოდი ვთქვათ, რომ ძალიან ბევრი რამ დამოკიდებული არის იმაზე, როგორ შეძლებს ლივერპულელი მიწაზე ბრძოლის გადაყვანას. სხვათა შორის, მსუბუქწონოსანია, მაგრამ აი გაბარიტებით არის დიდი მსუბუქწონოსანი და იქ სხვათა შორის ძალიან წესით უნდა დაეხმაროს. გეიჯი კლასიკური გაგებით უკეთესი მოკრივია, მაგრამ მოდი ვთქვათ, რომ იდეალური არც ისაა. ოვერჰენდებს ბევრს იყენებს, პიმბლეტის წინააღმდეგ აფერქათი რამდენად იმუშავებს ღმერთმა იცის, ამიტომ მე მგონია რომ ბევრ ოვერჰენდს დააყრის. ლივერპულერს კი თუ მოგება უნდა, ყოველი ლეკი შემდეგ უნდა ესადოს ტეიქდაუნზე შევიდეს. ეს გეიჯ ჩემი აზრით თამაშიდან გამოაგდებს. თან ჯასტინი თვითონაც უდად იცავს ლეკიკებს. თუ მიწაზე წავიდნენ, აი აქ შეიძლება ძალიან მიუახლოვდნენ ბრძოლის დასასრულს. და ასევე თუ მას მოგება უნდა გააკეთოს ის, რაც მაგალითად მაქს ჰოლოუემ გააკეთა. მთელი მისი ბრძოლა და ეს თამაში ისე უნდა წარმართოს, რომ გეიჯი თავისივე შეცდომების დაშვების გამო შეშინებული იყოს. და აი როგორც კი ეგ მოხდება, იმ წამიდანვე ჩათვალეთ უბრალოდ დროის ამბავი იქნება მაგ ბრძოლის ნაადრევად დასრულება. ამდენი ვილაპარაკე და ისე გამომივიდა თითქოს პიმბლეტის გულშემატკივარი ვარ და მისი გამარჯვება მინდა. მაგრამ გეტყვით რომ ეს ესე არ არის, თუ ვინმე ასე ფიქრობთ. გეიჯი მიყვარს როგორც მებრძოლი, მინდა რომ გაიმარჯვოს, მაგრამ მოდი აი სუფთა სპორტული თვალსაზრისით რომ შევხედოთ მის ამ გამარჯვებას, რომელიც ალბათ არ მოხდება. ამ ორ კაც შორის გამარჯვებული ვიდის ილიასთან და რამდენად აწყობს
თოფურიას რეზიუმეს კიდევ ერთი ტიპის დამატება, რომელზეც აუცილებლად ბევრი მიაძახებს, რომ ეს უკვე მობერებული იყო ბიძი და უნდა მოგეგო აუცილებლადო, აი მაგაზე უნდა ვიფიქროთ. მაგრამ აქ არის ასევე მეორე მხარე, თუ გეიჯიმ პიმბლეტს მოუგო და დამაჯერებლად მოუგო, ან საერთოდ ფინიშით მოუგო. როცა ილია მოუგებს ჯასტინს, ქართველს წესით ვეღარავინ ვერაფერს ვერ ეტყვის. მოკლედ, მე ველოდები ამ ბრძოლას სავარაუდოდ 24-ში დილით ამ ჩხუბს და მაგ ივენტს უпростоრად გავსტრიმავ და ლაივი მექნება, ლაივ რეაქცია. ზოგადად კარდიც კარგია და დავალოდოთ მოვლენების განვითარებას. მე დღეს ამით გემშვიდობებით. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, მიარტყით ლაიქს, თუ არ დაგეზარებათ, ბარემ არხიც გამოიწერეთ. მე კი დაგიბრუნდებით მომავალ ვიდეოში. აი მანამდე თქვენი აზრი დაწერეთ ამ ბრძოლასთან დაკავშირებით კომენტარებში და ვიმსჯელოთ. აბაჰე და აბაჰო.